ფოტო ისტორიულია, მაგრამ არა დადებითი თვალსაზრისით. ეს არის პირველი შემთხვევა 2008 წლის ომის შემდეგ, როცა საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირი ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტთან ერთ სივრცეში და ფოტოშიც აღმოჩნდა. ოცნების პრემიერმა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. გადაიღო ფორუმის მონაწილე ლიდერებთან ერთობლივი ფოტოც და სულ რამდენიმე ადამიანის გამოტოვებით აღმოჩნდა პუტინის გვერდით. რუსეთის პრეზიდენტის, რომელიც აშხაბადის ფორუმის ფაქტობრივი მასპინძელი იყო და რომლის გამოსვლის მთავარი შინაარსი იყო ნეიტრალიტეტი, როგორც რუსეთთან სხვა ქვეყნების ურთიერთობის მთავარი წინაპირობა. ეს იყო სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანისთვის, ყველა იმ ფორმიანისთვის, ყველა იმ ჯარისკაცისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისთვის, რომელმაც სიცოცხლე გაიღო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ქვეყნის თავდაცვაში და იმისთვის, რომ დღეს ჩვენ უბრალოდ ქართულად საუბრობთ. ვლადიმერ პუტინი მაგიდის თავში მის გვერდით ბიძინა ივანიშვილის კაცი ირაკლი კობახიძე გამოაშკარავდა კიდევ ერთხელ ოცნების პოლიტიკური მიზანი მოგწყვიტოს დასავლეთს, ევროკავშირს და რუსული ბანაკის, ავტორიტარული ბანაკის სრულუფლებიან წევრად აქციონ ჩვენი ქვეყანა. საქართველოს სუვერენიტეტი დაინგრევა ნეიტრალიტეტის იმ შემოთავაზებით, რომელიც ემსახურება პუტინის რეჟიმს და საქართველოს აღმოაჩენს პუტინის, რუსეთის და დიქტატორების ორბიტაზე. აშხაბადში პუტინის გვერდით გადაღებული ფოტო შეიძლება კობახიძის მესამე ყველაზე პოპულარულ კადრად ჩაითვალოს. წინა პოპულარულ გამოსახულებებს შორის არის მისი ირანში გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრები, სადაც ოცნების პრემიერი ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად ერთ სივრცეში აღმოჩნდა. ან მაგალითად რუს კომუნისტ სერგეი გავრილოვთან ღვინის ჭიქით გადაღებული კადრები. ამ ფონზე ერთი კადრიც არ გასაჯაროებულა, სადაც კობახიძეს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ვნახავდით. არის თუ არა ეს უხერხული, ოცნების რიგითი წარმომადგენლების გამართლება ასეთია. მას ვლადიმერ პუტინთან კი არა აქვს ფოტო გადაღებული. არა ფოტო გადაღებული, მას აქვს საერთაშორისო ფორუმზე გადაღებული ფოტო, სადაც პუტინის გარდა 50 თვალსაჩინო არ ვიცი ხა ციფრი რამდენი, რამოდენიმე ათეული სახელმწიფოს ლიდერი იმყოფება. პუტინი იდგა ფოტოშიც და იჯდა დარბაზშიც, სადაც ნეიტრალიტეტის შესახებ ვრცელი სიტყვითაც გამოვიდა. იმავე დარბაზში ის ივანიშვილის პრემიერის გამოსვლასაც ისმენდა. გამოიყენა თუ არა შესაძლებლობა კობახიძემ, რომ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის წინ ქვეყნის მთავარ პრობლემაზე ელაპარაკა. საკითხი ახსენა, მაგრამ არც ოკუპირებული რეგიონები დაუსახელებია და არც ოკუპაციის შემოქმედი რუსული რეჟიმი. ეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, დაწყებული გეოპოლიტიკური დაძაბულობითა და შეიარაღებული კონფლიქტებით, დამთავრებული კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო განიხილავს მშვიდობას როგორც არა მხოლოდ უბრალოდ პოლიტიკურ არჩევანს, არამედ როგორც ეგზისტენციალურ პრიორიტეტს. დარბაზში გამოსვლის შემდეგ ოცნების პრემიერმა სამთავრობო მედიებთან გააკეთა დამატებითი განმარტებები. კითხვების და პასუხების მთავარი შინაარსი აქაც ევროკავშირის კრიტიკა და ევროპელ ელჩებზე თავდასხმა იყო. განსაკუთრებულ სამიზნეში კვლავ გერმანიის ელჩი აღმოჩნდა. კობახიძეს კითხეს პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოს შესახებაც. ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად არასერიოზული და მეტყოლებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც სუფევს დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში, ამიტომ აქ სიღრმისეული კომენტარების გაკეთება მეგონი არ არის. მაგრამ არაფერი უკითხავთ აჟიოტაჟზე გაცილებით მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე, ნეიტრალიტეტზე. შეიძლება თუ არა ეს საკითხი ქართულმა ოცნებამ გააქტიუროს და ქვეყნის დღის წესრიგში ერთადერთ პოლიტიკურ არჩევანად დააყენოს. ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ოცნების ხელისუფლება სწორედ ამისკენ მიდის. ამას ადასტურებს მათთვის ოცნების სატელიტი ძალებისა თუ პროპაგანდისტული მედიების მიერ თემის წამოწევაც. ნეიტრალიტეტის სტატუსი ანალიტიკოსების თქმით საქართველოს სრულად რუსეთის გავლენის სფეროდ აქცევს და საბოლოოდ ჩამოაშორებს ევროატლანტიკურ სივრცეს. ერთ მნიშვნელოვნად იქნება 100% დამკვიდრებული აქ რუსული გავლენა. ამას აუცილებლად მოყვება შემდგომში უკვე ერთგვარი ეკონომიკური პროექტები, რომელიც ნაბიჯ წაიყვანს ქართული ოცნების რეჟიმს აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმების აღიარებისკენ.
კიდევ ერთი დადასტურება ოცნების რიგითი წარმომადგენლების კომენტარებია, რომლებიც სრულად ჯდება ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდაში. მათთვის არც პუტინთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა პრობლემა და არც ნეიტრალიტეტზე აქცენტები. ოცნება ამტკიცებს, რომ სწორედ აშხაბადში გამართულ ფორუმზე უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძე, რადგან იქ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მომავლის ბედი წყდება. თავის მართლება არაფერი საჭირო არ არის. ზუსტად იქ იყო პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ყვალინდელი დღე წყდება და ეგეგმება. და თუ კი ამაში მონაწილეობს პუტინი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა შეხვდეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს. სად და როგორ წყდება საქართველოს მომავალი, როცა ოცნების რეჟიმმა თითქმის სრულად გაწყვიტა კავშირი დემოკრატიულ დასავლეთთან და ყოველდღიურ რეჟიმში ესხმის თავს პარტნიორებს. ოცნების პოლიტიკა ანალიტიკოსებისთვის მისი ხელისუფლებისგან ჩამოშორების საფუძვლიანი მიზეზია. მით უმეტეს, რომ რეჟიმის წარმომადგენლები მონდომებით ჩნდებიან ყველა სივრცეში, სადაც ავტორიტარი მმართველები არიან წამყვანი და გადაწყვეტილების მიმღები ფიგურები. ისინი ჯერჯერობით კონსტიტუციას ვერ ცვლიან, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვთ, მაგრამ პრაქტიკულად აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ პრაქტიკული ნეიტრალიტეტი დაამკვიდრონ ქვეყანაში, იმიტომ რომ საქართველოს დასავლეთში აღარ მოეძებნება პარტნიორები, ის აღარ მიისწრაფვის არც ევროკავშირისკენ, არც ნატოსკენ. საქართველოს ივანიშვილის რეჟიმის ხელში აღარ არის დასავლური სივრცის, დემოკრატიული სივრცის ნაწილი და არის იქ რო გადაგეხედათ, ნახავდით, რომ ავტოკრატების გარდა სხვა არავინ იყო. აშხაბადში კობახიძის ვიზიტმა ანალიტიკოსებს იმის შესახებაც გაუჩინა ეჭვები, რომ შესაძლოა კობახიძისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრასაც ჰქონდეს ადგილი. თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. გააქტიურდება თუ არა ქვეყნის ნეიტრალიტეტის საკითხი აშხაბადში ვიზიტის შემდეგ ცოტა ხანში გამოჩნდება. მაგრამ ქვეყნის ეს სამართლებრივი სტატუსი, რომ ქართული ოცნებისთვის ერთგვარად მომხიბვლელი მდგომარეობაა, ეს ერთი ფოტოც ადასტურებს, სადაც ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თურქმენეთს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30-ე წლის თავს ულოცავს.